would like to contribute to what's laid down in terms of planning. ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს რეგიონული მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გარკვეული სამუშაოები პირველ ეტაპზე უკვე შესრულებულია და შესაბამისი ანგარიშწორებაც უკვე განხორციელებულია. ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვან რეფორმას გეგმავთ რეგიონულ განვითარებასთან და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ამ პროგრამასთან და საერთოდ ევროკავშირთან ვისჯელოთ სამომავლო თანამშრომლობის ორიენტირებზე, თუ ჩვენ გავაცნობთ მათ თუ რას ვაპირებთ, ჩვენ იქნება მათი მხრიდანაც ასევე გარკვეული მოსაზრებები, რათა შემდგომი პერიოდი ამ პროგრამის ფარგლებში ერთობლივად კოორდინირებულად წარმართოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. თვითმმართველობებში დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ასევე ეს არის პროცესი, რომელიც მოდის ადგილობრივი მოქალაქეებიდან. ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს როლი იქ პრაქტიკულად არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს თვითმმართველობებზე რაიმე სახის ზეწოლის ან მათ საქმიანობაში ჩარევის უფლებამოსილება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული პოლიტიკის განმახორციელებელი სამინისტრო ვართ. ვფიქრობ, რომ ეს პროცესები და დუღილის ტემპერატურა დროთა განმავლობაში დაიწევს და ჩაწნარდება, ჩვენ პარალელურ რეჟიმში რეფორმას ვამზადებთ და ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე ვნახავთ იმ შედეგს, რაც მიღწეულ იქნა. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმ რეგიონების განვითარებასთან, რომლებსაც ნაკლები უპირატესობა გააჩნია ეკონომიკური თვალსაზრისით. ზოგადად რეგიონული განვითარება არის კომპლექსური საკითხი. იგი საჭიროებს პოზიტიურ თანამშრომლებას და ურთიერთგაგებას ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობას შორის. მე მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მიიღწევა და ჩვენ მალე დავინახავთ პროგრესს საქართველოში რეგიონული განვითარების კუთხით. ეს არის საკმაოდ რთული და მძიმე პროცესი. მე იმედი მაქვს, რომ მოიძებნება გზები, რათა აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირებმა შეძლონ დაპირისპირების თავიდან აცილება და ქვეყნის წინსვლისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება. არჩევნებმა უკვე ჩაიარა. ადგილობრივი არჩევნები 2 წელიწადში გაიმართება და ეს ყველაფერი გათვალისწინებულ უნდა იქნეს.